დრაკონული კანონი, კრიტიკული აზრის ჩასახშობა და ტოტალური კონტროლის დასამყარებლად. გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი რეპრესიული ცვლილებების განხილვას ქართული ოცნება თავის პარლამენტში იწყებს. ეგრეთ წოდებული კანონი ეხება ყველას ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა რამე ფორმით იღებდეს ფულს საზღვარგარეთიდან ან უცხოეთის მოქალაქისგან. ეს ეხება ემიგრანტების გადმორიცხვებსაც, რაც ხშირ შემთხვევაში ოჯახებისთვის გადარჩენის საშუალება. და თუ ამის პარალელურად მოქალაქე პროტესტის გამოხატვასაც გაბედავს, ოცნების რეჟიმი მას სამართალდამრღვევად გამოაცხადებს და შესაძლოა 6 წლით გაუშვას ციხეში. ნინი ბალანჩივაძე გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს დაგეგმილი განხილვით. დიახ, დავიწყებ იმით, რომ ზუსტად 2 საათში იწყება ოცნების პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და პირველი მოსმენით სწორედ ოცნების დეპუტატები კენჭს უყრიან ახალ კანონ პროექტს, რომელიც უკვე რეპრესიულად და დრაკონულად შეფასდა როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ასევე იურისტებში. ისინი თანხმდებიან, რომ ეს არის მორიგი მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, რომ ჩაახშოს ნებისმიერი ადამიანის პროტესტი და ფაქტობრივად კონტროლის მექანიზმად გამოიყენოს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ ეს კანონ პროექტი, რომელსაც სავარაუდოდ უკვე მალე კანონად აქცევს და მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით გრანტების ცნება ფართოვდება იმდენად, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე სახით არის ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობაში, არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში და ის მაგალითად იქნება ექსპერტი საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ ანგარიშში, მაშინ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება მას ემუქრება სიცხლის სამართლებრივი დევნით და ოცნება ასევე აპირებს გააკონტროლოს ნებისმიერი ადამიანის ჩარიცხვები, თუ მაგალითად პირს ნებისმიერ ადამიანს ოჯახის წევრი, დედა ან ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან აქვს ორმაგი მოქალაქეობა და დაურიცხავს თანხას ემიგრაციიდან და თუ ის გაბედავს და პოლიტიკურად აქტიური იქნება ან ქართულ ოცნებას გააკრიტიკებს, მაშინ ისიც ხდება ქართული ოცნების სამიზნე და აქ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ასევე ჩანაწერი მეწარმეებთან დაკავშირებით, თუ ისინი დააფიქსირებენ რაიმე სახის სამოქალაქო ან პოლიტიკურ პოზიციას, პირველ ჯერზე დაჯერიმდებიან 20,000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი 40,000 ლარით და ასევე ეს ახალი კანონ პროექტი პოლიტიკოსებს უსხუდავს ისეთ ორგანიზაციაში მუშაობას, რომელშიც 20% მოდის დაფინანსება საზღვარგარეთიდან. ამ შემთხვევაში მათ შეეზღუდებათ 8 წლით საერთოდ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება. შესაბამისად, როგორც იურისტები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ ქართული ოცნება მიყვება რუსულ სცენარს და ქვეყანაში აკანონებს კიდევ უფრო მეტად რეპრესიულ კანონებს. თუ ადრე მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებიც პროპაგანდით იკვებებიან და პროპაგანდით იქმნიან წარმოდგენას რეალობაზე, სჯეროდა რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ექნებოდა მავნე შედეგი, ახლა ალბათ დარწმუნდნენ უნდა, რომ შეეხება თითოეულ მოქალაქეს, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ჰყავს ოჯახის წევრი, მაგალითად უცხოეთში, საიდანაც ისინი უგზავნიან მათ სარჩოს. ფარისევლობა არის ამავდროულად, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები, როგორებიც არიან კობახიძე, პაპუაშვილი, სამხარაძე და სხვები, მოდიან არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორიდან, არამედ მათივე გაგებით, გაცილებით უფრო დიდი საფრთხიდან, როგორიც არის საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს არის დიქტატურის რაღაც ოქროს წესი და ოქროს კანონი, არაფერი დიქტატურის ნების გარეშე არ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაზე, არანაირი ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს და მათ შორის ყველას იქნებიან ეს ბიზნესმენები, მეწარმეები, უნდა ეკრძალებოდეს პოლიტიკური აქტივობა, ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური აქტივობა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ერთია ის კანონები, რომელსაც იღებენ ივანიშვილის მსახურები და მეორეა ქართული ხალხი, რომელიც აგრძელებს წინააღმდეგობას ამ რეპრესიული კანონმდებლობის და ამ რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ კანონ პროექტს ვერ ექნება პრეტენზია, რომ ის არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად ფართოვდება ცნება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება რომ ჩაითვალოს გრანტად, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც კანონ პროექტში არის, იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც შეიძლება გახდეს იმისი წინაპირობა, რომ ის გავრცელდეს მოქალაქე და საკმაოდ ფართო წრეზე. მთავარი მიზანი ამ კანონ პროექტის არის ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეებზე კონტროლის გაზრდა და გაძლიერება და მეორე მხრივ ასევე მათი დამოკიდებულების, ფინანსური დამოკიდებულების გაძლიერება საქართველოს მთავრობაზე.
მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ ნებისმიერი ადამიანი აგენტად გამოაცხადოს, თუ მათივე ლოგიკას გავყვებით, სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლები, როგორც დეპუტატები, მინისტრები, მათ შორის ოცნების პრემიერი, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე წლების განმავლობაში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები იყვნენ, ვინაიდან მე მაყურებელს შევახსენებ იმას, რომ მაგალითად ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში მუშაობდა. მართალია USAID არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ის აქტიურად თანამშრომლობს პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გარდა ამისა მას აქტიური კავშირები ჰქონდა. მაგალითად ჯო სოროსის მიერ დაფინანსებულ ფონდთან ის თანამშრომელი არ იყო ამ ფონდის, თუმცა აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიმართულებით და ასევე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით შევახსენებ მაყურებელს იმასაც, რომ ის 17 წლის განმავლობაში გერმანულ ფონდებში მუშაობდა და სწორედ გერმანიის მთავრობის ფულს იღებდა, შემდგომ კი ეს ფონდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით გასცემდა გრანტებს. შესაბამისად, ჩვენ ამ ბოლო დროის განმავლობაში ვისმენთ ქართული ოცნების რიტორიკას, რომ მათ თითქოს არანაირი კავშირი არ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არანაირი კავშირი არ ქონიათ არასდროს, თუმცა ქართული ოცნების კანონპროექტით წესით მათ არ უნდა ქონდეთ იმის საშუალება, რომ საერთოდ იყვნენ პოლიტიკაში. დღეს ჩვენ კითხვები დავუსვით ოცნების დეპუტატებს, ისინი ამბობენ, რომ არც ირაკლი კობახიძე, არც შალვა პაპუაშვილი, არც მათი სხვა გუნდის წევრები არ იტყუებიან, როდესაც საქმე არის არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობაზე და ოცნება ისევ ამტკიცებს, რომ ეს არ არის რეპრესიული კანონი და ნებისმიერი ფინანსები, რომელიც გადმორიცხული იქნება საზღვარგარეთიდან, უნდა გაკონტროლდეს. ნებისმიერი პირი, ნებისმიერი თანხა და ასევე რაზეც მინდა მიექცეთ ყურადღება, გამოვხილოთ ყურადღება, ეს არის პოლიტიკაზე ზეგავლენის მიზნობრიობა. ამ გადმორიცხვებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიზანი, რისთვის ირიცხება და თუ ესეთი გადმორიცხვები, რასაც ვაკვირდებით, გახდა საშუალება, რომ კანონს გვერდი აუარონ და ინდივიდებს ჩაურიცხონ საზოგადოების წევრებზე ზემოქმედების და ზეგავლენის მოხდენის მიზნობრიობით, ეს რა თქმა უნდა ჩაითვლება ამ კანონის მიზნებიდან სწორედ აი ეს ასე ვთქვათ მიზნობრიობა. შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არ ამბობენ, რომ მესამე სექტორთან მუშაობენ. დაკავშირებით, როგორც მახსოვს მათ გააკეთეს განმარტება. ინჟინერში არასდროს ვიმუშავე. ის ფოტოები, რაც გავრცელდა, გასაგები ხა საიას ოფისში შეიძლება სტუმრადაც იყო მისული. ამდენი წელი ამ გუნდის წევრი ვარ და შალვა პაპუაშვილის და ირაკლი კობახიძის თქმული არ მახსოვს. ამიტომ რასაც ამბობენ სიმართლეა. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ზუსტად 2 საათში დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ოცნების პარლამენტში, სადაც პირველი მოსმენით სწორედ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები განიხილავენ გრანტების შესახებ კანონპროექტს, რომელიც უკვე შეფასდა როგორც რეპრესიების მორიგჯერ დაკანონება ქვეყანაში. ამაზე თანხმდებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და სწორედ ამ ნაბიჯებიდან გამომდინარე ისინი ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.